ვახოსანაია გამოვიდა ციხიდან. ალილუია. ეს ვაშა გადაცემაა. ვახოსანაია გამოვიდა ციხიდან. არც კი ვიცი, ქუჩაში შემხვდეს, მე მეორე მხარეს გადავალ. სად მაქვს შარისთავი და თქვენც იმავეს გირჩევთ. ეხა ერთხელ რომ იყოს კაცი ნაშდომი, გავიგებდი, მაგრამ ამან ორჯერ მოასწრო და სხვადასხვა მუხლით. პირველად კაი არა უშავდა. და მეორედ იცით რისთვის იჯდა? არა, როგორ თქვა კი ვიცი, მაგრამ აქ როგორ თქვა. მოკლედ, შალვა პაპუაშვილზე თქვა, ეგო, შალვა პაპუაშვილი ყოფილაო. თან დააყოლა, მე კი არა, სასამართლომ დაადგინაო. და აი მაგაზე ჩააყუდეს 14 სუტკა. იქ ლადო ბოჟაძეც მოყვა პრიკუბში, მაგრამ ეგ უფრო პატარა კალიბრი შალვა პაპუაშვილია. თუმცა იმ 14 დღიან სროკში ბოჟაძეს ალბათ 1, 2, 3 დღე, 4 ეკნება. ბოჟაძეს ხსენებას. მე რომ პაპუაშვილი ვიყო, უკვე დიდი ხნის გადაყენებული კი არა, დაქნეული მეყოლებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი თავის მოადგილეებიანად. თავზე ლაფის დასხმისთვის, აი ამ ახალი სკროლვა სკრინვის სამმართველოს სახელით რომ არ დაინანეს. რამდენ ადამიანს ჰქონდა წაკითხული ვიღაცის Facebook-ზე შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის ხსენება ეგენიო. მოკლედ, პაპუაშვილი და ბოჟაძე არიანო. 100, 500. ამათ კი საქმე აღძრეს, პატაკები და სარჩელები წერეს, სასამართლოებში ირბინეს. იმდენ იქნეს რომ კაცი დაიჭირეს. თან ცნობადობით უკანასკნელი კაცი არა. ხო და აი ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველოს დამსახურებითა და მუხლ ჩაუხრელი მუშაობით ახლა უკვე მთელმა დუნიამ გაიგო რა ლადო ბოჟაძეა შალვა პაპუაშვილი და რა შალვა პაპუაშვილია ლადო ბოჟაძე. ხო და რას ერჩოდით, ან ერთს ან მეორეს. რას გაუბაზრეთ? თქვენ თუ თვითონ არ ხართ მართლა შალვა პაპუაშვილები. და რას ერჩოდით? ვახორისთვის დაიჭირეთ. თქვენ თუ თვითონ არ ხართ ლადო ბოჟაძეები. ვახოსანაია გამოვიდა, გიორგი ახობაძე გამოვა და ციხე ცოტას ამოისუნთქებს. იმიტომ რომ ამოსუნთქვა მართლა სჭირდება. და ახლა ქოცების გასაგონად უნდა ვთქვა, თუ ეყოფათ ნერვი რომ ერთი წუთით მომისმინონ. აი მთელი 9 წელი რომ დაიპუტეთ სხეულის თმოვანი საფარველი. ბიჭებს ციხეებში უჭირთ, ნულოვანი ტოლერანტობა, ადამიანური პოლიტიკა, ამდენი პატიმარი მსოფლიოში არავის ყავსო. ახლა მოიკრიბეთ ეგ შერჩენილი ქოცობა და ჩაუჯექით საქსტატის ოფიციალურ ინფორმაციას. ოფიციალურს. თქვენი საქსტატის უფროსრო კობახიძე ნიშნავს. Deep State არა, კობახიძე ნიშნავს. არ გეტყვით ვის მითითებით. აი მაგ საქსტატის ინფორმაციით საქართველოს ციხეებში სულ 12 თავისუფალი ადგილია. 12 კოიკა თუ უფრო მარტივად გინდათ. დემოკრატიული საქართველოს საჯელასრულების დაწესებულებებში. იმ საქართველოში რომელშიც თქვენმა არჩევანმა, თქვენმა მოხაზულმა 51-მა დააბრუნა ადამიანის უფლებები. იმ საქართველოში რომელმაც თავისუფლად სუნთქვის ინდექსით გაასწრო, რა ვიცი, მთელს ევროპას, ამ მსოფლიოს. თქვენი აშენებული საქართველოს ციხეებში სულ 12 თავისუფალი ადგილი დარჩა. რა კი უპირატესად ახლა ქოცებს მოგმართავთ. არც ვიცი გაგიჩნდება თუ არა კითხვა რატომ. კითხვები საერთოდ თუ გიჩნდებათ. გარდა კითხვისა რა ვჭამოთ. თუ არ გიჩნდებათ მე გეტყვით. აქ უნდა დაისვას კითხვა რატომ. აუცილებლად უნდა დაისვას და პასუხიც უნდა გაეცეს. იმიტომ რომ თქვენ ქოცებმა და ოდესღაც თქვენმა შემოხაზულმა რუსებმა რუსი შპიონები გამოყარეთ ციხეებიდან და პატრიოტები შეყარეთ. 150 მარტო პოლიტპატიმარი გყავს ქვეყანას. იმის მიუხედავად თქვენ ეთანხმებით თუ არა რომელიმე მათგანს. ან ეთანხმებით თუ არა მათ პოლიტპატიმრობას. სულ საქართველოში არის 12344 პატიმარი და 2025 წლის იანვართან შედარებით იცით რამდენით მეტია? 53%-ით. წელიწად ნახევარში. აი ამ ზედდემოკრატიულმა და სუპერჰუმანურმა სისტემამ, რომლითაც თავარი ადამიანური ფასეულობებია, რომელმაც აი ასე გული დაიტირა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც თავის პრიმატად ჰუმანურობა და მენცარობა გამოაცხადა, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე. ამ სისტემამ 2025 წლის დასაწყისიდან პატიმრების რაოდენობას ლამის ნახევარი მიუმატა. ვიცი რომ ჩემი აგჯერათ, მაგრამ საქსტატს უნდა დაუჯეროთ. არ გაქვს სხვა გზა. ქუთაისის ნომერ მეორე ციხის ლიმიტი გადაჭარბებულია 34%-ით, 788 პატიმრით. გლდანის ნომერ მერვე ციხის ლიმიტი გადაჭარბებულია 32%-ით, 796 პატიმრით მეტი. ქსნის ნომერ მე-15 ციხის ლიმიტი გადაჭარბებულია 56%-ით, 364 პატიმრით მეტი. რა კი ქოცები ხართ, შეიძლება პროცენტის გამოყვანა კარგად არიცით, ამიტომ თქვენთვის გასაგებ ენაზე აგიხსნით ახლა. ქუთაისსა და გლდანში 3 კოიკაზე 4 პატიმარს ზინავს. ანუ 3-ს რომ ზინავს, 1 ზის. ელოდება რომელიმე ადგეს და ადგილი დაუთმოს. ქსნის ციხეში კი, რომელიც ზოგადად ყველაზე მძიმე და ყველაზე რთულია, 3 კაცზე არის 2 კოიკა.
დაუშვათ ადმინისტრაციამ იყო ჩაღა და საგნებში დადგა დამატებითი ფიცარნაკი ამათთვის ლოგინად. მაშინ ფეხზე დასადგომი ადგილი აღარ ექნებათ პატიმრებს. ციხეს აქვს თავისი დამტკიცებული ლიმიტი, არა მხოლოდ საწოლების, არამედ კვადრატული მეტრებისა ყოველ კონკრეტულ პატიმარზე. ადამიანმა რომ ისუნთქოს. და აი მაგას კი ვეღარ შეძლებს, რადგან ეს ლიმიტი უკვე გადაჭარბებულია. გადაჭარბებული ლიმიტი ნიშნავს, რომ ციხეებს არ ყოფნით პერსონალი. ბადრაგი ისედაც დეფიციტია საქართველოში, აქ კი დატვირთვა გაცილებით მეტია. ციხეებს არ ყოფნით ექიმი, ექთანი. ციხეებს არ ყოფნით ბალანდა. და ეს ყველაფერი თქვენი ლამაზი კალმებით. აი, მაგ კალმებით ნახატი რუსების დამსახურებით. ძიმი ამბების გამოშვება გვაქვს და ესეც იყოს აქ. 2026 წლის 6 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოაგდეს საქართველოს 1431 მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით ამათგან 879 მამაკაცია, 199 ქალი და 273 არასრულწლოვანი. ქვეყნების მიხედვით დეპორტაცია ასე გამოიყურება. გერმანიიდან, რომელიც სრული ჩემპიონია, გამოაძევეს 723 ადამიანი. საფრანგეთიდან 248, იტალიიდან 81. 20 ადამიანით მეტი უნდა გამოეძევებინათ, მაგრამ საქართველოს უარი თქვა მათ მიღებაზე. უარი უთხრა გერმანიას, საფრანგეთს, საბერძნეთს, ავსტრიას, პოლონეთსა და რუმინეთს და იტალიას. ქართველებს გვერდჩიან? უფრო პირიქით. ყველაზე მეტი ადამიანი ევროკავშირმა ამ 6 თვეში თურქეთში დააბრუნა 3555. საქართველოს მეორე ადგილზეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ აზუსტებს. დაბრუნებულებიდან რამდენია საქართველოს მოქალაქე. არ არის გამორიცხული გვარიანი რაოდენობა მესამე ქვეყნების მოქალაქეებიც იყვნენ, ვინც საქართველოს გავლით ჩავიდნენ ევროკავშირში, ამიტომ შეთანხმებით იქიდან შენგენიდან საქართველოში უნდა გამოაძევონ. ჯერ აქ უნდა დაბრუნდნენ და მერე საქართველოს უნდა იფიქროს სამშობლოში როგორ დააბრუნოს ესენი. ამ სტატისტიკაში არ არის ასახული მთავარი. არ ვიცით ამ ხალხის წასვლის მიზეზი. ეხლა კარგ ცხოვრებას რომ არ გაექცეოდნენ საქართველოსთან გასაგებია. და თუ ვინმე ეძებთ ალტერნატიულ აზრს, რამდენად სწრაფია საქართველოს ეკონომიკური ზრდა და როგორ დაამარცხა ბორია რუსმა სიღარიბე, ეგ ალტერნატიული აზრი ამ ხალხში შეგიძლიათ მოიგითხოთ. და მე გარანტიას გაძლევთ, რომ სათქმელი ექნებათ. კობახიძისგან და მაგდა ანიკაშვილისგან გვარიანად განსხვავებული. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვეხმაურეთ YouTube-სა და Facebook-სა. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ваши გადაცემა და